ხო, დღეს კეინი არ უნდა ამერჩია, თასების რაუნდის საერთოდ არ მახსოვდა. მოკლედ მე წავალ და რომ რჩები დამიძახი. თითო-თითოჯერ პოლონეთის თასი, სუპერთასი და ჩემპიონატი. 6 გერმანიის, 3 ესპანეთისა და 1 ევროპის სუპერთასი. 4 გერმანიის და 1 ესპანეთის თასი. 10 გზის გერმანიისა და ესპანეთის ჩემპიონი და ბოლოს 1 ჩემპიონთა ლიგა, პლუს FIFA-ს საკლუბო მსოფლიო თასი. გონი არაფერი გამომრჩენია. 10-8 ლევანდოვსკი აშკარა უპირატესობით. მე-12 რაუნდი. პირადი ჯილდოები. დაბრუნდი? შემახსენებ რა რაუნდია? პირადი ტიტულები. ხო. მოდი თან დავიწყებ. 2 გზის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი. 7 გზის ბუნდესლიგის, 1 გზის ლა ლიგის, 1 გზის ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი. 2 ოქროს ბუციც. ერთხელ UEFA-ს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი და 2ჯერ FIFA-ს best. და არ დაგაუწყდეთ საეჭვო გარემოებაში გაუქმებული ოქროს ბურთის ცერემონია, სადაც აშკარად ლევანდოვსკის მიჰქონდა ტიტული. იცი რა, კეინის პირად ჯილდოებს გადავხედე და არც ისე ცუდად არ არის საქმე. 2ჯერ წლის ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში და ერთხელ ბუნდესლიგაში. 3ჯერ საუკეთესო ბომბარდირი პრემიერ ლიგაში, 2ჯერ ბუნდესლიგაში და იგი საუკეთესო იყო ამავე კომპონენტში 2018 წლის მსოფლიოზე. მან 6 გოლი გაიტანა. ასევე ერთ-ერთი საუკეთესო იყო 2024 წლის ევროპაზე და 23-24 წლების სეზონში იგი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ასევე მას 1 ოქროს ბუცი აქვს და ამ შემთხვევაში ცოტათი გავასწრებ მოვლენებს წინ და გეტყვით, რომ იგი საუკეთესო ბომბარდირი გახდება ბუნდესლიგაში და ასევე მარტივად მოიგებს ოქროს ბუცს. და ასევე ვიტყვი, რომ მას ძალიან დიდი შანსები აქვს ოქროს ბურთის მოგების. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გთავაზობ მინიმუმ ფრე. ისეთი ანგარიში თუ არ წინ რომ მიჩუქნია. 9-9 ფრე.